ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, როგორ დამეწყო ეს ვიდეო, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ პირდაპირ ასე უნდა დავიწყო. რამდენი ჩინური მანქანა გამიტესტავს და მინახავს ზოგადად. არ დამითვლია, მაგრამ ხშირად მithქვამს, რომ ეს მანქანები იყო გარღვევა ავტოწარმოებაში, იმიტომ რომ ჩინელებმა მიგვაჩვიეს გარღვევებს თავიანთი ფასის პოლიტიკიდან გამომდინარე და უკვე ხარისხის პოლიტიკიდანაც გამომდინარე ბოლო წლებში. მიდიოდნენ ნელ-ნელა კი არა, ძალიან სწრაფად, ძალიან სერიოზული პროგრესისკენ. მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, დაივიწყეთ ყველა ის ფრაზა, რაც მე მithქვამთ ჩინურ მანქანაზე, რომ ეს არის გარღვევა, დაივიწყეთ ყველა ის წინადება, რაც მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ, რომ რაღაცა სასწაული გააკეთეს, გარღვევა არის აი ეს. ეს არის ახალი ჯილი Starship 7. არ მკითხოთ, სად არის Starship 6, Starship 5, ესენი არ ვიცი, Starship 7-ია ეს მანქანა და მე თამამად ვამბობ, რომ აი ეს მართლა უკვე სერიოზული გარღვევაა ავტოწარმოებაში. და თუ რატომ? ამას ამ ვიდეოში კარგად აგიხსნით. მანამდე კი ჯერ უნდა გითხრათ ის, რომ ეს არის plug-in ჰიბრიდი. ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი, რაც მე ხშირად მithქვამს, რომ არის ოქროს შუალედი შიგაწვის ზრავიანიდან ელექტრომობილამდე დიაპაზონში, იმიტომ რომ შიგაწვის ზრავაც აქვს და ელექტრო სულად შეუძლია. მაგრამ აქ თავარი ეგ არ არის. აქ თავარი არის ამ მანქანის ფასი. ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმს როგორ აკმაყოფილებს. ეს არის ყველაზე მთავარი ზოგადად ავტომობილის შეფასებისას. და ახლა ჯერ მაინც არ მინდა გითხრათ რა ღირს ეს მანქანა ჯილი ცენტრით ეგეთაში, იმიტომ რომ თქვენც არ შეგექმნათ გარკვეული არასწორი მოლოდინები ან ასე შემდეგ. მოდი ფასზე ცოტა მერე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ უნდა მივიდეთ ჩვენს ნაბიჯ იქამდე, თუ რატომ არის ეს მანქანა მართლა სერიოზული გარღვევა. როგორ მოვიდნენ ჩინელები აქამდე. წავედით. მოდი ჯერ დავათვალიეროთ ამ მანქანის დიზაინი და ვისაუბროთ იმაზე, სად მივიდნენ ჩინელები დიზაინის კუთხით. რა გზა გაიარეს და სად მივიდნენ. პირველი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ მანქანას არაფერი ზედმეტი არ აქვს და არც არაფერი თითქოს აკლია დიზაინერული თვალსაზრისით. დეტალებში არ შევალ, გემოვნების ამბავია საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც ვახსენოთ ის, რომ მაგალითად აქვს აწერია კიდევაც full LED ტექნოლოგიის განათება. და განათებაც ისეა გაკეთებული, რომ აი რაღაცნაირად სადა დიზაინია, ისე როგორც ევროპულ გემოვნებაში ჯდება და არ არის რაღაცა ჩინურ მანქანებზე როგორც ვთქვათ მიჩვეულები რაღაცა განსაკუთრებული ჩახლართულობები. კიდევ ერთი რამ რაც უნდა აღვნიშნოთ არის ის, რომ მანქანას არ აქვს ცხაურა. ანუ ნახეთ, კლასიკური ცხაურა, კლასიკური გაგებით ამას არ აქვს. არა და ჩვენ ვიცით, რომ როცა მანქანას აქვს შიგაწვის ძრავა, მას ჭირდება გაგრილება და აქ უნდა იყოს ველოდებით ყოველ შემთხვევაში გრილს, ხო, ცხაურას. თუ საიდანმე გრილდება ცხაურის როლს, რაც ასრულებს, არის მარტო აი ეს ქვედა ნაწილი. ალბათ საკმარისია. ყოველ შემთხვევაში დაუყენეს ესეთი პატარა და საბოლოო ჯამში პირველი შეხედვით იფიქრებთ, რომ ეს არის ელექტრომობილი, იმიტომ რომ აი ამ ცხაურის დანახვა ადვილი არ არის. ხო, აი აქაც აქვს ესეთი საჰაერო, რომელიც არ არის ფეიკი, აქ მართლა შედის ჰაერი. მაგრამ იქითაც აქვს ეგეთი, მაგრამ ეს არ აგრილებს ძრავს. ეს არის აეროდინამიკისთვის და ჰაერის ტალღების კარგად შესრულთვისთვის. მოდი ახლა გადავინოსოთ გვერდით და შევხედოთ პროფილში. ჯერ მინდა გითხრათ ის, რომ ჯილი Starship 7 სიგრძეში არის 4 მეტრი და 70 სანტიმეტრი. აი ამ ზომით ეს მანქანა გადის C კლასის, C კატეგორიის SUV-ში. ანუ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ Mercedes GLC-ის ზომის მანქანაა. კლასზე ცოტა მერე ვისაუბროთ. 4 და 70. აი ესეთი სიგრძე გვაქვს და აქვე ვთქვათ, რომ ეს არ არის სრულამძრავიანი, ეს არის წინაამძრავით და ამ ეტაპზე, რაც ერთადერთი მინუსი, რაც მესახება და რასაც წარმოვიდგენ, ეს სწორედ ის არის, რომ არ არის სრულამძრავიანი. ეს კეთდება იმისთვის, რომ უფრო მეტი კილომეტრები გაიაროს, უფრო დიდხანს ეყოს რესურსი, როგორც ელექტრო, ისე საწვავის აუზიც, რომელიც 50 ლიტრიანია და არ აკეთებენ სრულამძრავს, არც არის ხელმისაწვდომი. გამოდის, რომ ეს არის ქალაქის მანქანა
არა მარტო ქალაქის, მაგრამ პირველ რიგში მაინც ქალაქის მანქანა. Plug-in ჰიბრიდია, დამუხტვადი ჰიბრიდია და ბარემ აქ მოგეტყვით, რომ აქვს 1 და 5 ლიტრი მოცულობის შიგაწვის ძრავა. თუ ფიქრობთ, რომ ეს ცოტაა, მოდი ამაზე ცოტა მერე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როცა დავიძრები, მერე უფრო გავტესტავ და გეტყვით, რამდენად საკმარისია ეს ძრავა და ეს სიმძლავრე კი შეადგენს 300-ზე მეტ ცხენის ძალას, დაახლოებით 330 ცხენის ძალა აქვს ერთობლიობაში შიგაწვის ძრავა პლუს ელექტროამძრავი. და ამაზე მერე ვისაუბროთ. ეხლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება უკნიდან. თუ კი ამ მანქანას უკნიდან კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ შემთხვევით არ მიხსენებია წეღან ისეთი პრემიუმ SUV ამ კლასის, როგორიც არის Mercedes GLC. ვიზუალურად ძალიან ახლოს არის აი ამ პრემიუმ შეგრძნებასთან, რაც მოაქვს ხოლმე Mercedes GLC-ს და ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცა გადმოიღეს და გააკეთეს, რაც თავარია, ნახეთ რა კარგად. ყველა აი ეს ღრეჩო, ეგრეთ წოდებული ზაზორი, არის ძალიან ზუსტი. ასეთი სიზუსტე ჩინურ ავტოწარმოებაში მე ბევრ მანქანაში ნამდვილად არ მინახავს და მით უმეტეს ბოლო დროს. წამოვიდა მართლაც ძალიან მაგარი სიზუსტე, რაც უკვე თავმაც შეიძლება ითქვას, რომ სერიოზულ კონკურენციაში შედის იგივე გერმანულ და ევროპულ გემოვნებასთან ავტოწარმოებაში. ანუ ვერსად ვერ ვნახე უზუსტობები ღრეჩოების კუთხით. მოდი ავხადოთ ბარემ საბარგული. ელექტრონულია, ხმას მოусმინოთ. ამაზე ჩუმიც მინახავს, მაგრამ ბევრ პრემიუმში მინახავს ამაზე ხმაურიანი ახლაც საბარგულის. საკმაოდ დიდი საბარგული აქვს, დიდი ტევადობით, ქვემოთაც, რა თქმა უნდა, საზურგეები იწევა და ხდება უფრო დიდი ეს საბარგული და არის, რა თქმა უნდა, აი ესეთი ხარისხის შეგრძნებები. როგორ მივიდნენ ჩინელები აქამდე? ძალიან ბევრი ფული ჩადეს იმაში, რომ ესწავლათ, სწავლაში. მოიწვიეს გერმანელი ინჟინრები, დაასაქმეს, მიამაგრეს 50 ჩინელი სტუდენტი, ან გაუშვეს ჩინელი სტუდენტები ევროპაში სასწავლებლად, ქარხნებში, იგივე Mercedes-ის თუ ასე შემდეგ და ისწავლეს. გავიდა წლები, გავიდა 10-15, არ ვიცი რამდენი წელიწადი და თვითონ ქმნიან უკვე ნასწავლის შედეგად აი ასეთ მანქანებს. ეს არის მართლაც სენსაციური ამბავი და ეს არის ყველაზე რეალური პროგრესის გამომწვევი, როცა შენ სწავლობ, ამაშიდებ ინვესტიციას და მერე მიდიხარ იქამდე, რომ ძალიან მაგრად ანერვიულებ იმ ხალხს, ვისგანაც ეს ისწავლე. ეს მანქანა ხის გაცილებით იაფი, ვიდრე იგივე Mercedes GLC, რაც წეგან თქვი. მოდი ბარემ გეტყვით. ახალი ჯილი Starship 7-ის ფასი ჯილი ცენტრის ეგდაში იწყება $20,000-დან. არის full კომპლექტაციაც, რომელიც ის $25,900. და თქვენ თუ არ იცით, თუ გინდათ დაგუგლეთ რა ღირს ამ ზომის, ამ კლასის პრემიუმ გერმანული ავტომწარმოებლის მოდელები. ნახოთ რა ხდება უკან. აუ რა რბილია. ძალიან რბილი სავარძელია, ძალიან. და ჩემ ზომაზე მაქვს წინა სავარძელი გასწორებული, ძალიან დიდი სივრცეა. ძალიან კარგი ხარისხი, ძალიან მაგარი სირბილე. თავზემო სივრცე საკმარისზე მეტი, პანორამა, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი და რაც ყველაზე ხელი მომიხვდა. რაც ყველაზე მთავარია, ხარისხი. სირბილე და ეს პრემიუმ შეგრძნება რა, მართლა. ესეთი გადმოსაწევი, ესეც როგორი რბილია. ანუ ძალიან მაგრაზი ხარ უკან. ხო, სათვალე მოვიხსნათ. USB-C პორტი, USB პორტი. რა თქმა უნდა, კლიმატ კონტროლი უკანაც. აი აქ, ხო, აი ქვემოთ არის პლასმასები, კი ბატონო, მაგრამ როცა მახსენდება ეს ambient განათების ნაწილია ალბათ, როცა მახსენდება, რომ ამ მანქანის ფასი იწყება $20,000-დან და მაქსიმუმ არის $25,900, აი ამ ქვედა პლასტმასის გამოკრიტიკა მართლა დიდი დანაშაული იქნებოდა. ახლა გაჩვენებთ რა ხდება წინ, რა ხდება მძღოლის სამუშაო მაგიდაზე და ზოგადად სალონის წინა ნაწილში. აბსოლუტურად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ სალონმა, ამაზე შემიძლია თამამად ვისაუბრო. ყველაფერი არის ძალიან ზუსტად, სწორად. აქაც დაცული სიმეტრიები, ხარისხი ძალიან კარგი. აი მართლა ძალიან კარგი. ვიზუალურადაც და
შინაარსობრივადაც ყველანაირად არის მართლაც პრემიუმ შეგრძნებების მომტანი სალონი. სივრცის შეგრძნება ძალიან დიდი, გაცილებით დიდი მანქანის შეგრძნება გაქვს შიგნიდან, ვიდრე ეს გარედან არის. პატარა მანქანა არ არის Starship 7, მაგრამ რო ჩაჯდებით, საჭესთან რომ მოთავსდებით, უფრო გონიათ რომ უფრო დიდ მანქანაში ზიხართ, ისეთი კარგია აი ეს სივრცის შეგრძნება. აუდიო სისტემა თავისი 8 დინამიკით ტოპ კომპლექტაციაში Flyme Sound დაწერია. არაფერს არ მეუბნება ეს ბრენდი, მაგრამ როგორც პრემიუმ თუნდაც გერმანული ხარისხის მანქანებში ვართ მიჩვეულები, აი ეს ამოზიდული დინამიკები და რა ვიცი, აი მართლა ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს ფასის აი ამ კატეგორიაში. საჭე არ არის ბოლომდე მრგვალი, არის ესეთი გადაწყვეტილება, გემოვნების ამბავია. აი ეს ფერი სალონის რა თქმა უნდა მარტივად დაისვრება და ალბათ მოგიწევთ ხოლმე თუ ძალიან სუფთა არ ხართ, ზედმეტად სუფთა ქიმწმენდაში მისვლა, იმიტომ რომ ღია ფერია და ცხადია რომ ადვილად დაისვრება, მაგრამ კარგია რომ ბევრი გალაკული პრიალა ზედაპირი არ არის, არ დაეტყობა მარტივად ნათითურები, აი ამას. ყოველთვის უსვამ ხოლმე ხაზს. ხო, ტელეფონის დამტენი უსადენო, ეგ იტენება ტელეფონი და სხვათა შორის გაგრილება. აი აქედან ტელეფონი გრილდება და არ გადაგიხურდებათ. ტენის ძალიან სწრაფად. ძალიან სწრაფად. მარჯვენა მხარეს ის იმდენად სწრაფად ტენის რომ რაღაცა 15-20 წუთში უკვე გადმოვიტანე აქეთ მხარეს. ხო, ისეთი ზედაპირია რომ არის რეალებს და ესე ძალიანაც არ იხმაურებს. ყველაფერი მყარი, რა ვიცი, მართლაც გაოცებული ვარ პოზიტიურად. და რაც მე ყველაზე ძალიან მომეწონა და გამიხარდა მაშინვე როგორც კი ჩავჯექი ამ მანქანაში. მადლობა ჩინელებო რომ აი ეს ღილაკები აქ დაამატეთ. ხმის ასაწევი ძალიან მაგარია რომ აი აქ არის და არ მიწევს აქედან ხმის აწევა და მარტო აქედან. იგივე ეს დასაჭერი ღილაკიც რომელიც თურმე ცვლის wallpaper-ებს, კაი, არ გვინდა ახლა ეგ თამაში. ხმას რო აქედან უწევთ, ეგ უკვე ძალიან მიხარია. ეს ღილაკები რა არის, ახლა ვეცდები გავარკვიო. ჩინურად აწერია და პრინციპში კლიმატ კონტროლისკენ მივდივართ, აქ ისეთი წარწერა იეროგლიფი არ არის, მაგრამ რაც ახატია ის არის რომ საქარემინისკენ უნდა მიუშვას ჰაერი და ეგრეც მოხდა. კი ბატონო, კაი, გამორთავ. ეს რა არის? ჩინურად აწერია ამასაც. კი ბატონო, კლიმატ კონტროლია. აქედან ვარეგულირებთ კლიმატ კონტროლს რამდენად დაუბეროს მძლავრად. ეს ალბათ გზავრის იქნება. კი, ასეა, მარჯვენა მგზავრი აქედან არეგულირებს. გასაგებია, ეს ღილაკიც არის იგივე ტემპერატურის. მოკლედ, კლიმატ კონტროლი დაიტანეს აი აქ და ძალიან კარგია თავისი ხმის ამწევ-ჩამწევით, იმიტომ რომ ხშირად აი აქ არის ხოლმე ჩადებული ეგ ყველაფერი და მართვის დროს ესე აქ ყველაზე მთავარი რაც გჭირდება, გამოტანილია აქ ჰაპტიკური ღილაკების სახით. ხო, სავარძლები ძალიან რბილი, ძალიან კომფორტული, ხარისხიანი, ვიზუალურად კარგი. აი ესე რომ კარგად რომ მოერგები, გათბობით, გაგრილებით და მასაჟებით. ფასის აი ამ დიაპაზონში მასაჟები აქვს. ორივე სავარძელს, გზავრსაც და თანამგზავრსაც. მოკლედ რომ შევაჯამო, ჩემთვის არის ძალიან გასაოცარი, რომ ეს მანქანა ტოპ კომპლექტაციაში ღირს $25,900. არ ვიცი, ლოგოები რომ დაეფარათ და ამ მანქანაში ისე ჩავესვი, მე ვიფიქრებდი რომ 40,000 და ზემოთ. აი ესე ვიფიქრებდი მინიმუმ და გონია რომ ამას ახლა იმიტომ ვამბობ რომ ვიცი რომ ჩინური ავტომობილია. რეალურად აი ამდენი ფუნქცია, ასეთი ინტერიერი და ზოგადად მანქანასაც თუ სანამ დავიძრები, მანამდე შევაფასებ 50,000-ზე მეტი უნდა ღირდეს. ყველანაირი ლოგიკით, რაც ზოგადად ვიცით და რაშიც ვერ ყვევით. და რახან ჩინურია, მაგიტომ თქვი ალბათ ეს 40,000. ესეთი შეჯამება შემიძლია გავაკეთო ამ ეტაპზე. ეხლა დროა რომ დავიძრათ და ნახო ზუსტად და თქვენს გაჩვენოთ და აგიხსნათ როგორ დადის რამდენ ყოფნის ეძრავა, ეს სიმძლავრე 300-ზე მეტი ცხენის ზალა და რეალურად რას გვთავაზობს ჯილი Starship 7 უკვე გზაზე. სამასამოციანი კამერა, ყველანაირი ხილვადობა, წინ, უკან, გვერდებზე,
ყველაფერი აქვს ამ მანქანას და აი უკვე მინდა გითხრათ რომ ძალიან რბილია დაკიდების სისტემა. აი ძალიან რბილია. მართალია ეს არ არის პნევმატიკური დაკიდება. და მოდით ახლა ნამეტანის ნუ მოგვინდება და 20-დან 25,000, 26,000 დოლარამდე ფასის დიაპაზონში პნევმოდაკიდებასაც ნუ მოუთხოვთ ამ მანქანას, მაგრამ მგონია რომ ბევრ შეიძლება ეგონოს რომ პნევმოა. იმდენად რბილი დაკიდების სისტემა. ზოგადად მე მიყვარს უფრო ხისტი მანქანები, უფრო მანევრირებადი, უფრო სპორტული ხისტი დაკიდება მირჩევნია ასეთ რბილ დაკიდებას, მაგრამ ეგ მირჩევნია როცა ქალაქგარეთ ვარ და როცა აი ესეთ ადგილებში ვარ თუნდაც და მოსახოვებს ვიპყრობ და მოკლედ სპორტულად წარმოვიდგენ თავს რაღაცა რბოლელად და თუ თქვენ მაინც და მაინც რბოლელობაზე არ ოცნებობდით და ფორმულა 1-ის პილოტად არ წარმოვიდგენდით ან რალის პილოტად თავს და არ წარმოვიდგენთ. მაშინ აი ამ სირბილით ძალიან მაგრად პირდაპირ თქვათ იკაიფებთ. ეხლა დავდივარ მე intelligent driving-ით, ანუ მე თვითონ ავირჩიე როგორ უნდა მევლო, არის performance-ი. თითქოს დაიქოქა ხმა გამოსცა და აი ამ დროს უკვე გაცილებით უფრო აგრესიული და სწრაფი ხდება მანქანა, თუმცა მოხვევა არ არის რა თქმა უნდა სპორტული. ის სიზუსტე, რომელსაც ელოდებით სპორტულ მანქანაში, ამ მანქანას მოხვევაში არ აქვს. მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ არ მოგინდებათ ამ მანქანით სპორტულად სიარული. ეს არის იმდენად რბილი დაკიდება, რომ ბოლომდე აი ესეთი რბილი დაკიდებით უნდა ისიამოვნოთ, როცა ამ მანქანას მართავთ. 300-ზე მეტი ცხენი ზალა აქვს მანქანას, ჯამში შიგაწვის ძრავა პლუს ელექტრო ამძრავი და აქვს ამ სრულ კომპლექტაციაში 19 კილოვატიანი ელემენტი. ანუ მხოლოდ ელექტროსრულით შეუძლია რომ გაიაროს 120 კილომეტრი, ასე უწერია ყოველ შემთხვევაში და 100 ნამდვილად გაივლის, ამაში დარწმუნებული ვარ. მოდი გავსინჯოთ მერე უკვე, ჩვენ რო წამოვიყვანეთ ეს მანქანა, მაშინ ბოლომდე არ იყო დატენილი. დატენილის დროც არ გქონდა, მაგრამ გზაში დაიმუხტა. აი ახლა გავხსნი მე ამას. არ ვიცი ზუსტად რამდენი კილომეტრი გავიარეთ, მაგრამ თავიდან როცა დავიძარით, აი აქ ეწერა რომ გაივლიდა 1300 კილომეტრს და ბოლომდე არც იყო იმ მომენტში დამუხტული. როცა ელემენტი დამუხტულია ბოლომდე 1400-ზე მეტ კილომეტრს წერს, ანუ რამხელა სიმშვიდეა. ნახეთ, როცა მე ვამბობ, რომ plug-in ჰიბრიდი, ანუ დამუხტვადი ჰიბრიდი არის ოქროს შუალედი, გულისხმობს ზუსტად ამას. თუ კი ელექტრომობილში თქვენ ყოველთვის უნდა უყუროთ ელემენტს, მაინც გინდა არ გინდა, რამდენსაც არ უნდა გადიოდეს და ფიქრობდეთ, რამდენს გაივლის და როდის მოგინდებათ დამუხტვა, აი ამ შემთხვევაში არის სრული სიმშვიდე. ეხლაც წერია 1192 კილომეტრი. აქედან მინდა გითხრათ, რომ ელემენტი არის 24%-ზე და ჩვენ დავიძარეთ თბილისიდან ჟინვალისკენ. მაშინ ეწერა 19%, ანუ დაიმუხტა 5% გზაში რეკუპერაციით. რეკუპერაციის დონეებსაც არეგულირებთ, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ დაბალზე დააყენოთ თუ არ გსიამოვნებთ რეკუპერაცია, შეგიძლიათ მაღალზე. მე როცა ვმართავ მანქანას, რომელსაც აქვს ელექტრო ძრავა და აქვს რეკუპერაცია, ყოველთვის ვაყენებ მაღალ დონეზე, იმიტომ რომ ეს მეხმარება იმაში, პირველ რიგში რომ დაიმუხტოს ელემენტი და მეორე მართვის დროს არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, პირიქით თვითონ ამოხრუჭებს მანქანა და one pedal driving-ით დავდივარ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი ეს სიმშვიდე 24%-ზე ახლა ელემენტი. თუ ბოლომდე დავტენით 120 კილომეტრს დაწერს აი აქ. ეხლა წერს 18 კილომეტრს მხოლოდ ელექტროსვლით რომ გაიაროს. 92%-ია აუზის რესურსი, 24% ელემენტის და 1189 კილომეტრი ჯამში. ქალაქში 100-დან 120 კილომეტრამდე მანძილი შეგიძლიათ გაიაროთ ელექტროსვლით და იყოთ აბსოლუტურად მშვიდად, იმიტომ რომ გაქვთ ასევე აუზი 50, უფრო სწორად 55 ლიტრიანი და ჯამში აი ესეთი რესურსია. ანუ ფაქტობრივად ელექტრომობილი გყავთ, გადაადგილდებით ელექტროსვლით და გაქვთ აბსოლუტური სიმშვიდე იმასთან დაკავშირებით, რომ არ დაგჭირდეთ სადმე გაჩერება, დამუხტვა, არ ეძებოთ დამტენები, რომლებიც ბევრი ნამდვილად არ არის.
მოდი აქვე ბარემ ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი და ვიაროთ მხოლოდ ელექტროსვლით. ხო 18 კილომეტრის სიარულს მე ესე არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს რა ხარჯი დაუფიქსირდება. რეკუპერაცია მოდროულად მუშაობს, ძალიან სწრაფად ჩამოდის. მინუსებში გადადის, ანუ მუხტავს მანქანას. 23-ზე ჩამოვიდა უკვე. ახლა ეს ქალაქის რეჟიმი არ არის, მე აქ ქალაქ გარეთ ვარ და აქ რა თქმა უნდა უფრო მეც მოიხმარს. და მე შევხედოთ უკვე საწვავის ხარჯს. ნუ ზოგადად საწვავის ხარჯი ცოტა ისეთი თემა, ქარხანა გვიწერს საერთოდ 0.9 litrს 100 კილომეტრზე. ეს რა თქმა უნდა ერთი შეხედვით უტოპიაა, მაგრამ თქვენ თუ მიახმართ კარგად ელექტროსვლას ჯამში, სულაც არ არის არარეალური. აი ამ სტატისტიკით, რასაც ახლა აქ უყურებ, მარტივად შემიძლია გითხრათ ის, რომ 5 litrზე ნაკლები იქნება საწვავის ხარჯი ყველა შემთხვევაში. იმიტომ რომ სულ რო არ დატენოთ მანქანა როზეთში, კიდე ერთხელ ვამბობ, თვითონ იმუხტება და თვითონ დააგროვებს იმდენ ენერგიას, რომ ელექტროსვლითაც იაროთ. ქალაქში მაგალითად. ან თუნდაც ქალაქგარეთ, ახლა ქალაქგარეთ ვარ და ელექტროსვლით დავდივარ. 5 კი არა, უფრო ნაკლებიც იქნება ხარჯი. ამას ცოტა ხანგრძლივი ტესტ-დრაივი ჭირდება, რომ ზუსტი ციფრი დავსვათ, მაგრამ დამერწმუნეთ 5 litrზე ნაკლები ყველა ვარიანტშია საწვავის ხარჯი, მაგრამ თუ საერთოდ ელექტროსვლით ივლით, 0 იქნება საწვავის ხარჯი. 0. დამუხტეთ, იარეთ, 0 გაქვთ საწვავის ხარჯი. საშუალო, ამიტომ მგონია რომ 0 და 9 უტოპია და არარეალური არ არის, იმიტომ რომ ქარხანა გვიწერს პირდაპირ 0.9-ს ოფიციალურ დაპირებას და თუ თქვენს მიეხმარებით თქვენი დამუხტვით და შესაბამისად ელექტროსიარულით საერთოდ არ არის უტოპია. იმ ყველაფრის ჩამოთვლას, რაც ამ მანქანას აქვს, ახლა აზრი არ აქვს მართლა, იმიტომ რომ ძალიან გრძელი სიაა და მოსაწყენი იქნება უბრალოდ იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რა ფუნქციები აქვს და რა შედის ამ კომპლექტაციაში. და მგონია რომ არც თქვენ არ გინდათ ახლა რომ დავიწყო ესე რაღაცების ჩამოთვლა. ამიტომ მოდით უბრალოდ ეკრანზე გამოვიტანთ ჩვენ სრულ ჩამონათვალს და თუ თქვენ ზუსტად გაინტერესებთ, დააპაუზეთ ეს ვიდეო და წაიკითხეთ, იმიტომ რომ ასე ამ ფასში ასეთი კომპლექტაცია შემოგთავაზო, ეგ არის მართლა გასაოცარი ამბავი. ხო და არც ის ვიცი სიმართლე გითხრათ, როგორ უნდა ებრძოლონ ჩინურ ავტომწარმოებლებს და კონკრეტულად ჯილის ამ შემთხვევაში და ამ მანქანას ჩვენთვის ცნობილმა და საყვარელმა პრემიუმ ბრენდებმა, როგორებიც არიან, არ ვიცი, Mercedes, Audi, BMW, Alfa Romeo და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა გითხრათ, არის ის, რომ ჯილის აქვს buyback სისტემა ეგეთი, ჯილი ცენტრი თეგეტას, რას ნიშნავს ეს? თუ თქვენ გეშინიათ, რომ ამ მანქანას მერე ვეღარ გაყიდით კარგ ფასად, ისედაც რა ფასი აქვს, მაგრამ ნუ ჩინურ მანქანებს უფრო მეტად აკლდებათ ფასი და გინდათ რომ რაღაც X თანხად გაყიდოთ, ისედაც ხო იაფია, მაგრამ მაინც ამისთვის აქვთ ჯილი ცენტრი თეგეტაში ეგეთი ოპცია, რომ თქვენ როცა შეიძენთ ამ მანქანას, კონტრაქტში შეგიძლიათ ჩადოთ პუნქტი, თუ რა ფასად დაუბრუნებთ უკან იმავე ცენტრს, თუნდაც 1 ან 2 წლის შემდეგ. სანამ იყიდით, სანამ შეთანხმდებით, შეგიძლიათ ეს პუნქტი ჩადოთ. ანუ გაყიდვის პრობლემა არ გექნებათ. და ბოლოს, სანამ დასკვნამდე მივსულ ვართ და სანამ დასკვნაზე გადავალთ, რამდენად გამძლე იქნება ეს მანქანა? მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჯილის არაერთმა მოდელმა დაადასტურა, რომ ძალიან გამძლეა, მაგრამ მაინც მაგ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს დრომ. დრომ ამისთვის საჭიროა წლები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რაღაც სერიოზული ფუჭებადობა ამ ავტომობილს არ ექნება, იმიტომ რომ ჯილი მეს უკვე დაამტკიცა იგივე Coolrace-ზე, იგივე Atlas-ზე, Tugela-ზე და მაგიტომაც თქვი მე წინა ვიდეოში, რომ Atlas Cool-იც იქნება ალბათ ძალიან გამძლე, იმიტომ რომ მართლა არ უფუჭდება სერიოზულად არაფერი, რაღაცა გაუფუჭდება, ცხადია, რაღაცები გაუფუჭდება, რაღაცები იქნება შესასვლელი, მაგრამ მოდი გულახდილად ვთქვათ, ვის არ უფუჭდება არაფერი. რომელ თანამედროვე ავტომობილს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩინურ ავტომობილებს ყველანი დავცინოდით. მათ შორის მეც. ბევრი ახლაც დასცინის და მეც მეცინება ხოლმე რაღაცებზე. მაგრამ
აი ამ მანქანაზე უკვე აღარ მეცინება. საოცრად კარგი ფასი აქვს და ამიტომ არ არის ადვილი რბილად რომ ვთქვათ ამ ფასად აი ასეთი მანქანის შექმნა. დროებით